გამარჯობა თქვენ უყურებთ ქრონიკას 17 საათზე ახალ ამბებს ტელემედის ჟურნალისტებთან ერთად ლევან ჩხაიძე გაგაცნობთ. ბიძინა ივანიშვილის მოწოდების მიუხედავად კოალიციის მხარდამჭერების საოლქო კომისიის გადაწყვეტილების შეცვლას და მაჟორიტარული არჩევნების თავიდან ჩატარებას ითხოვენ. ამ წუთებში ზუგდიდში ქართული ოცნების აქცია მიმდინარეობს. ზუგდიდში ქართული ოცნების აქტივისტების მობილიზება თბილისიდან და ქუთაისიდან მოხდა. ქუთაისის ცენტრიდან ავტომობილების კოლონა ორგანიზებულად დღის მეორე ნახევარში ზუგდიდისკენ დაიძრა. გახდება ზუგდიდში რამდენიმე წუთში. მასალას შემოგთავაზებთ. საოლქო კომისიის ხდომა მიმდინარეობს ყვარელშიც. კომისიის წევრები ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის დავით ქევხიშვილის საჩივარს განიხილავენ. საქმე 5 უბნის შედეგების ბათილად ცნობას ეხება. ქევხიშვილი ითხოვს, რომ ის უბნები, სადაც მესაზღვრეებმა მისცეს ხმა და ასევე სპეცუბნებზე დაფიქსირებული შედეგები გაუქმდეს, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება გამარჯვებული მარიკა ვერულაშვილი. მისი თქმით, ყველა ამ უბანზე ხმის მიცემის და დათვლის პროცედურა კანონით განსაზღვრული ნორმებით ჩატარდა. Quali საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულია ორი განცხადება. სადაც რომელშიც ითხოვს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი დავით მიზიკაშვილი გაუქმდეს არჩევნების შედეგები ნომერ მე-5, ნომერ მე-8, ნომერ 22, მეორე და 25 უბნების უბნებში. ესე იგი ამ უბნებზე მიმაგრებულია სპეციებიდან სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტი სადაც მოთხოვნა არის ესეთი, რომ მათ არ უნდა მიიღოთ მონაწილეობა მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში, უნდა მიიღოთ მარტო პროპორციულში. მაგრამ კოდექსი გვეუბნება, რომ ესე იგი მათ აქვს უფლება მიიღოთ მონაწილეობა როგორც მაჟორიტარულში, ასევე პროპორციული სისტემით არჩევნებში. აქციის ფონზე იწყება დედოფლის წყაროშიც საოლქო საარჩევნო კომისიის ხდომა. ლიდერების მოწოდების მიუხედავად ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი მხარდამჭერებთან ერთად 7 უბანზე შედეგების გაუქმებას ითხოვს. გვაქვს საჩივრები მე-11, მე-9, მე-4, მე-13, მე-15 და მე-17 უბნებზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა მაჟორიტარულ და პროპორციულ შემაჯამებელ ოლქებში სხვადასხვა რიცხვით არის შეტანილი. ყველა თითოეულ უბანზე, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, ითხოვთ, რომ გაუქმდეს არჩევნების შედეგები და ხელმეორედ დაიწყოს. არჩევნების შედეგები და გაუქმდეს რა ეს არჩევნები ამ უბანზე შედეგები. ჩატარებული არჩევნები აღიარა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ. აღნიშნული არჩევნების შედეგების ნაციონალურ მოძრაობამ მიიღო 40% დაახლოებით. ჩვენ გადავედით ოპოზიციაში და ჩვენი მიზანია ეხლა რომ თითოეულ საარჩევნო ოლქში ეს იქნება მაჟორიტარული პროპორციული, მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ხმები და ყველა იმ ესე რომ თქვა განკონტროლდათ მათი მხრიდან გაყალბებას ხელი შეუშალოთ. შედეგების გაუქმებას 10 უბანზე ითხოვს ხაშურში ოცნების კანდიდატი ვალერი გელაშვილი. მან ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებს ულტიმატუმიც კი წაუყენა. გელაშვილის განცხადებით, თუ მას დღეს გამარჯვებულად არ გამოაცხადებენ, ის პასუხისმგებლობას იხსნის და ამბობს, რომ დიდი რაოდენობით მოქალაქეები CSKO-სა და ნაცმოძრაობას დაუპირისპირდებიან. ახალი თაობა, ახალი ინიციატივა კი პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართავს. ორგანიზაციის წევრები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად განხორციელებისთვის აუცილებელია საარჩევნო კომისიების მშვიდ პირობებში მუშაობის საშუალება. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებს და მხარდამჭერებს მოუწოდებენ თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციაზე ფიზიკური და მორალური ზეწოლისგან და დავების გადასაჭრელად სამართლებრივ მეთოდებს მიმართონ. მხარეს მოუწოდოთ, რომ დავების გადასაჭრელად მიმართონ კანონით გათვალისწინებულ ყველა მათთვის მინიჭებულ უფლებას. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ორივე მხარეს ადეკვატური რეაგირების შემთხვევაში შესაძლებელია, რომ აღნიშნული და შექმნილი სიტუაცია გადაიჭრას უმტკივნეულოდ და უპრობლემოდ. არ არის მიზანშეწონილი ასე ვთქვათ, საარჩევნო ადმინისტრაციაზე მსგავსი ტიპის ზეწოლა როგორც ხორციელდება, არ არის და ყველა მხარეს მოუწოდოთ პირველ რიგში პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივისტებს, რომ თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციაზე ფიზიკური და მორალური ზეწოლისაგან.